დღევანდელზე საერთოდ ამ ბოლო ხანებში რაც უფრო დრო გადიდება ჩვენ თვითონ გავხსოვთ ჩვენი ბავშვობასთან შედარებით რაც ახლა ხდება ჩვენ ნელ-ნელა ვარწყობთ როგორ დეგრადაციისაკენ მიემართება საერთოდ საზოგადოება 10 წლის წინ ცოტა მეტი ალბათ მეორე სკოლაში სწავლობდი თითქმის იყო თუ ვინმე თქვა ქალწული არ იყო მალავგან უხერხულად ცნობდა თავს თუ ბიჭებს ჰქონდა თქვა რაღაც არასწორი ურთიერთობები და გადახრებები მამაცნობისაკენ მალავდნენ ამას სიცხვილი იყო ამის დღეს შევხედავთ რომ პირდაპირ ნელ-ნელა სოდვა კანონდება და ცდილობენ ისეთი მიმართულებით წაიყვანონ ჩვენი ცხოვრება რომ სოდვა აღარ იქნება და პირიქით იქით შეტევაზე გადმოდიან ესიერ ადამიანებს აცინიან მართლმადიდებლობა, ქალწულება, დემამოსილება ითვლება სამართლიანად კომპლექსიას ეძახიან ადამიანს რომელიც არის წესიერი, მოგზალებული, მორიდებული აუცილებლად უნდა იყოს თავხედი და ამას ეძახიან თავისუფლებას სიტყვა თავისუფალი ნიშნავს თავისუფალი ანუ საკუთარი თავისუფლება ამას ნიშნავს თავისუფალი თავისუფალი ეწოდება ადამიანს რომელიც საკუთარ ვნებებს თოკავს საკუთარ ვნებებს უმორჩილებს თავისთავად და თვითონ არის თავის ვნებების უფროსი თავის უფროსი თავისუფალი ესეთი ადამიანი თავისუფალი ადამიანი რომელსაც შეუძლია მრისხანების ნება მოთოკოს გემოთმოყვარების ნება მოთოკოს რუშობის ნება მოთოკოს რაღაც არასწორი სურვილები და ზახები მოთოკოს ანუ ამას თოკავს დიდი ბრძოლის ფასად მაგრამ თოკავს ეს თავის თავზე უფლობს ანუ უფროსობს ვნებები კი არ უფროსობენ ამ კაცზე ეს არის ამ ვნებებზე უფროსი ეს არის თავისუფალი დღევანდელი გაგებეთ კიდე თავისუფალი ადამიანი რომელსაც რაც მოუნდება გააკეთებს ქუჩაში მოუნდება იმრუშებს დაიღლება წამოწება ტროტუარზე და ეს იწლება უკომპლექსობა ხარხარებს რაღაც ესე გამომწვევად იქცევა აი ეს იწლება თავისუფალი რა დიცირმეებში რო არ წავიდეთ ამ სულიერი ცხოვრების შესამოსლიდან რო დავიწყოთ მთელი ქალაქი არის გაკიტულებული არა ეკლესიურ ხალხზე აღარ მიდიხ ეკლესიურ ხალხზე მიდიხ ამასთან ჯურისტერა იყო მოსული აი ფიქრობდი მე ჯვარი გამეშვა თუ არ გამეშვა თავ ფიქრობდი ეხლა რაღაცა ისეთ სიტუაცია იყო რომ ეწყინებოდა მაგრამ ფიქრობ რომ მაგრამ ბოლოში კი დაუძახე და მეუთხარ ესეთ ფორმით არ მოხდება მთელი ქორწილი უყურებდა იმ მეჯვარს ეს ეკლესიაში როგორ იქნება და არა ეკლესიურად აღარ ლაპარაკობ საერთოდ მინდა გითხრათ რომ შესამოსელი განსაზღვრავს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება პირველად ადამიანები სამოთხეში იყვნენ შიშვლები ადამი დევე დადიოდნენ შიშვლები მათ ვნება არ ქონდა ადამიანს სოდვა არ ქონდა ჩადილი უცოდველი არსება იყო დაცემამდე და ამიტომ ის დადიოდა შიშველი და არანაირი ვნება არ ქონდა ისე როგორც პატარა ბავშვებს ერთი დღის დაბადებული ახალშობილები ერთმანეთის სხვა რცხვენია თავს ერიდებს თუმცა მათ ადამიანის სოდვა ადამიანზე უფრო სოდვილები ადამიანის სოდვა დაცემის შემდეგ რაც ადამიანს ესეც კი არ ქონდა სამოთხეში ადამი როდესაც დაეცა ანუ ამ პარტავნებაში ჩავარდა და ღმერთობა მოინდომა და ამგზავრული ხილი შეჭამა აი ამის გამო პირველი რაც შენიშნა ადამა დაინახა რომ იყო შიშველი და შეიმოსა ჩვენ ვართ გაცემული ადამიანები გაცემულია ჩვენი ბუნება თუ ვინმე რაიმე ცოდვა შადის და მეორე არ ცოდის არ ეგროს იმასოს იმაზე უკეთესია პოტენციურად რატო კი ერთი ადამიანი გამეცოდოს აკეთებს ჩვენ პოტენციურად ამის გამკეთებლები ვართ ამიტომ თავმოწონება და მისი განკითხვა არ არის თუმცა შეიძლება იგი უცოდოს ჩვენ ჩავარდ აი ადამა იმიტომ შეიმოსა რომ დაინახა რომ იყო შიშველი და დაიწყო თავისი სხეულის მალვა გახსოვთ უფალეონება ატოშ სადიმალები ამადა მეშინის შენი უფლისა უფალო აი აქედან მოყოლებული რაც ღმერთმა ადამიანის სამოთხიდან გამოაღვდა სამოთხეში როგორც გითხარით ადამი იყო შემოსილი და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ადამიანი იყო სულ შემოსილი შემოსვა არის გამოხატავს ესიერად შემოსილი ადამიანი გამოხატავს თავის მოგზალებას დემამოსილებას ესიერებას სისიშვლე ეს არის გამოხატულება თავხედობის, ალხორცობის, შინაგანი ესეთი რაღაც არასწორი სულიერი, არაწმინდა სულიერი მდგომარეობის. თქვენ თუ შეხედავთ ხატებზე წმინდანები, წმინდა დედები გამოხატულები არიან სულ გზელთ სამოში. ეშმაკები გამოხატულები არიან მოკლე კაბებში და შემოხეულ კაბებში. აი რაღაც შემოხეული ზიგზაგით რაღაც. აი დააკვირდით როგორ არიან გამოხატულები ზემოთ, ან სულ შიშველი. შავი შიშველი რაღაცები, ან შემოხეული კაბები, მოკლე კაბები. და წმინდა დედები ყოველთვის გამოსახული არიან ძელი შესამოსლებით და თავდაბურულებით. არა მარტო შესამოსელსაც მნიშვნელობა. შეიძლება ქალს ეცვა შესამოსელი, მაგრამ ისეთი შესამოსელი აცვია, გონია საერთოდ არ აცვია. ეთქობა სპეციალურად იგონებენ ესეთ შესამოსელს, თუ რა?
ქალის შესამოსელით, ქალის თავარი დანიშნულება ის, რომ მისი სხეული არ უნდა ჩანდეს საერთოდ. ეს ქალი არ უნდა გახდეს მიზეზი ვინმე დაბტოლებისა. სახარებაში წერია, რომ დეკათისა გაიცემ, მაგრამ ვაიმას ვისგანაც ის გაიცემ. როდესაც ქალი მოდის ქუჩაში და თავისი შესამოსლით მრავალს აცნობს და სულ ფიქრებს აღუძრავს, ეს ქალი მთელი დღე მრუშობს. იტყვის ვინმე რო არა. ეს ქალი გძნობს რომ მას უყურებს. მოსწონს მას რო უყურებს, სულ მრუშობს. გონებით რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა? იესო ქრისტე იძახის, როდესაც შენი თვალით იმრუშება, მრუში ხარ. თუ შენ ძმას უთხარი რაკავ ან რაკანის და შეშტერო ან შეურაცხყოფი, შენ კაცის კლელი ხარ. ამიტომ არა მარტო შეიძლება ქალს ეცვას რაღაცა კაბა და ძალიან მოკლე კაბა არ ეცვას რაღაცა გძელს, მაგრამ ზოგი ისეთი კაბა არის საფრთხის შეურიცას. უნდა ეხლა მონაზვნებივით ვერ ვიმის გასაგები 21 საუკუნეა და გასაგებია რომ არც არავინ არ გეუნება ეს ეირო, მაგრამ რაღაცა თვითონ იცის ქალმა ძალიან კარგად რა უნდა ჩაიცოს. ნებისმიერი ადამიანი ხდება რა უნდა ჩაიცოს და როგორ ჩაიცოს. აი ეს ამათო ჩაიცოს, როგორ მოქმედებს საზოგადოება. ამიტომ უნდა ერთადოს ქალი ისეთი ტანსაცმელი ქონდეს, რომ მისი სხეული არ ჩანდეს. კიდევ გეუბნებით არ ვიძახით ისე რომ ყველა მონაზვნები და კოჭებობლი კაბები დავდოთ, მაგრამ რაღაცა უარსებო ჩარჩოები რომელშიც უნდა ჩავდოთ. ეხლა ხშირად ლაპარაკობენ შარვის სიარული შეიძლება თუ არ შეიძლება ქალის. იქ ზოგი იძახის რომ შეიძლება, ზოგი იძახის რომ ჯულის კანონში რო წერია, კარგ ჯულის კანონში პირდაპირ წერია რომ ქალი რომელსაც კაცის შესამოსელი ჩაიცოს, უზიარებლობით დაისაჯოსო და თუ კი კაცმა ქალის შესამოსელი ჩაიცოს, ისიც უზიარებლობით დაისაჯოს. აქ ლაპარაკობენ, აქ პირდაპირ ლაპარაკი არის რომ კაცი და ქალი ერთმანეთთან უნდა განსხვავდებოდნენ და ქალის სხეული არ უნდა ჩანდეს. ქალს როდესაც ჩარვალი არის, პირდაპირ ჩანს მისი ყველაფერი, მთელი სხეული. თუმცა არიან დღეს ისეთი ადამიანები, სამწუხაროდ სასულიერო პირებიც არიან, რომლებიც ამართლებენ ქალის შარვის ჩაცმას და იმას რომ არაფერი არ არის, ეს ეხება სხვა დროს და რაღაცებს ლაპარაკობენ. ამ დროსაც არ უნდა შეეხოს ქალს, კაცის სამოსი არ უნდა იყოს. ქალი უნდა იყოს ქალი. ზამთარში რომ მეუბნები ქალი შარვალი რატო გაწვე, მეუბნებიან მცირა მამო. აი ბატონო და ზაფხულში რატო გაწვე? ზაფხულში კაცები შორტები დადიან, რაღაცები დადიან რა, ვერ გაიგე. მოკლე შარვალი. ეს კიდე ცალკე საუბრის თემა ალბათ რამე ვფიქრობ. ქალები კიდე შარვლები დადიან. მე ვფიქრობ თითოეული ადამიანი უნდა თავისთავად დაუსვას კითხვა, რატო უნდა რომ ეცვა შარვალი? მოხერხებული იძახიან ეს არის თვილათავად. გასაგებია მოხერხებ ჩვენ ახლა ბლები რო დავდივართ, ახლა წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, ხო? აი ხო წარმოიდგინეთ შიგნით ეს შესამოსელი ჩოხა, გარე სტიქარი, ფილონი, ოლარი, წარმოიდგინეთ მთელი რა დღეში, რა ვქნათ ახლა? გასაგებია ძელი, ახლა პალესტინაში წარმოიდგინეთ ბლები და ბერები რა დღეში იყვნენ და ახლა რა დღეში არის. ათონისაზე რა დღეშია. გასაგებია ისე ვერ ვიქნებით ჩვენ, მაგრამ რაღაცა ისეთი ფორმა ხო შეიძლება შეარჩიოს ადამიანმა საკუთარ თავს შეურჩიოს, რომ არ გამოიწვიოს სხვათა დაბტოლება და სხვებში ცუდი აზრის აღება. ეხლა ვიღაცა თუ იტყვის რომ ეს რა პრობლემა არისო, თუ დაბტოლება გინდა, ეს არ დაბტოლებია, ამიტომ თავკე ვისაუბრებთ კიდე. არა მარტო შესამოსელზე მინდა გელაპარაკოთ, ქალის ასაცმელს თქვა. ეს იგივე შეიძლება ძალიან ამოგებული რაღაცები როაცია ქალი. ძალიან უხერხულია რა. ზოგიერთი ქალი დაждდება და წინ ჩანთასიდეს ფეხები. შედავლოცილო, ცოტა გზელი კაბა ჩაიქცე, რაღაც ჩანთას დადება, აღარ დაგჭირდა. ვითომ სხვენია და ვითომ მერიდება. ეს არ არის თო. არა თუ არა ქრისტიანულია, ისედაც არა. და მთელი უბედურება რაში მდგომარეობს ისი? ქართველი კაცის აზროვნება იქნება, იმიტომ რომ ამ კაცს უხარია რომ მისი სული შიშველი მოდის და მის სულს უყურებენ. სიამოვნებს და უხარია, სული ყავს ლამაზი, ლამაზი სული ყველას უხარია. აბა სული იმიტომ ყავს ლამაზი იყო შეგიყვარდა და მოიყვანე, მაგრამ შენი სული სილამაზე ყველას როგორ რატომ უნდა უყუროს ხალხმა შენ სული? მე ესე ვფიქრობ, ეს თალკი ალბათ კაცების პრობლემა არის, რომლებიც ერთხელ ხოლმე უთხრა შენ სულს, ხოლმე ერთხელ, მეორე, შეიძლება კაცსაც უთხრა, მე მოეფერო, მე ხოლმე, მე ძალიან ხოლმე. მე უთხრა რომ შენ თუ არა ჩემზეა ჩემი სიცხულია, რაღაცნაირად ხო უნდა გააგებინო შენ სულს, ხო? ასე უბნებიან და ხო არ გეკ მოგეუბნები და უბნები არა, მე მგონი ბევრს ამონებს და იქამდე მივიდა ჩვენი კაცების სამწუხაროდ ქართველი ადამიანის აზროვნება, რომ აი ბოლო წლებზეა ლაპარაკი 15-10 წელზეა ლაპარაკი. მამები ჩხუბობენ ერთმანეთს, პოდიუმზე შვილები გავიდნენ, ერთის პირველ ადგილზე გავიდა, მეორეს და ჩემი შვილი უფრო ლამაზია, უფრო ისე კაიტანია, ვიდრე შენსო და შენო ჩანს, ერთმანეთს ეჩხუბებიან კაცები, რომ იმის შვილი ლამაზია და რატო გავიდა მის პირველ ადგილზე. წარმოიდგინეთ. ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის. თუ ესე გაგრძელდა ჩვენ საერთოდ გაუნადგურდებით. ღმერთმა სოდომი და გომორი რატო დასვა? გარყვნილების გამო. არ უნდა რატო მოხდა? გარყვნილების გამო. მეორე მოსვლის მიზეზი რა იქნება? გარყვნილება. რომის იმპერია რამდენგრია? გარყვნილება.
გარყვნილება და უზნეობა ესაა დამანგრეველი არათუ პიროვნების სახელმწიფოები ინგრევიან. დღეს ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკაში მიდის ქადაგება ქალწულების ინსტიტუტის და ოჯახის ინსტიტუტის. სახელმწიფო ხარჯავს უამრავ სახსრებს საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ზესახელმწიფოებრიობაზე და პირდაპირ ძახილ ყველაზე მაგარი ერი ჩვენ ვართ, ეხლა არჩევნები იყო და პირდაპირ ლაპარაკობენ გამოდირი პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკაში. და პირდაპირ ძახილ ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი ერი. და მას იციან რომ ისინი მაგრები მაშინ იქნებიან, თუ ქვეყანა იქნება ზნეობრივი. თუ ქვეყანა ზნეობრივი არ იქნება დაინგრევა, ამიტომაც გადავიდა მთელი საქმიანობა ამერიკაში ზნეობრიობის დაცვაზე, ოჯახის კულტზე, ოჯახის ერთგულებაზე. სხვა ქვეყნებში რა ხდება? ქვეყნებში რომლებიც უნდა ემორჩილებოდნენ თქვა რაღაცას, ვიღაცას, ძლიერ სახელმწიფოებს. იქ ხდება პირიქით გარკვევა ხალხი. ამის მაგალითია ჩვენი ქვეყანა. ზუსტად იგივე მეთოდები ჰქონდა ყველა ძლიერ სახელმწიფოს ესეთი დამოკიდებულება. რუსეთის საბჭოთა კავშირი იყო, იქაც პრეტენზია ჰქონდა და ესე იჭერდნენ მეძაობისთვის ციხე იყო და ნარკომანია, პროსტიტუციის განყოფილება იყო, იჭერდნენ და თუ ვიღაცა თუ ბავშვი სკოლაში გაწყობოდა, სკოლიდან უშვებდნენ და თუ დიდი თანამდებობის პირი ვინმე ცოლს უღარატებდა, თანამდებობიდან ხსნიდნენ. ეხლა როგორ ახერხებდნენ ამის დაცვას რუსეთში ეს ცალკე საკითხია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიმართულება იყოს იქითია, რომ ქვეყანა უნდა ყოფილიყო ზნეობრივი, იმიტომ რომ იცოდნენ. ქვეყანაში რომელშიც ზნეობრიობა არა, ამ ქვეყანას პრეტენზია ვერ ექნება სოფლიო მმართველობაზე. ჩვენ სოფლიო მმართველობაზე პრეტენზია არ აქვს, საკუთარი ქვეყნის მმართველობაზე გვაქვს პრეტენზია. უბრალოდ იმაზეა საშიშროება, რომ არ დავისაჯოთ და არ გავნადგურდეთ და არ გადავშენდეთ. ამაზეა ლაპარაკი თორე. არა მარტო შესამოსელს აქვს მნიშვნელობა. ქალის თავსაბურავსაც აქვს მნიშვნელობა. სახარებაში პირდაპირ წერია, რომ დედანი თავი არ ლოცულობდება. დედანი ქალი, რომელიც თავი არ ლოცულობს, საკუთარი ქმრის ნამუს აფსებს. პირდაპირ წერია სახარებაში პავლე მოციქულის ეპისტოლეში. რამოდენიმე ხნის წინ მომიწია რაღაც გადაცემა იყო უსმენდი და ეს შეკითხვებს უსვამდნენ, რაღაცა გამოკითხვა იყო საზოგადოებრივი. ასეთ შეკითხებიან, ქალი რომ მოდისო პირველიო რასახცეო ქალში ყურადღებას. 75%-მა თქვა, რომ ვარცხნილობას და თმებს. არა სიმაღლეს, არა სახის, არა თქვა რაღაცა სხვა ქალის თეულს, არამედ თმებს. ეს თქვა კაცების 75%. რაღაც გამოკითხვა იყო იმის შედეგად. ამიტომაც იძახის მოციქულ ქალებმა თავზე დაითანხმა. ტაძარშიც ახლა ხო არ მეუბნებით ქალებმა ქუჩაში თავდაბურულები არის, ამას ხო არ არის ლაპარაკი. მაგრამ ტაძარში უნდა იყოს ქალი თავდაბურული, ქუჩაშიც უნდა იყოს, მაგრამ ახლა ამაზე უკვე ლაპარაკი სასაცილო, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, თუმცა ჩვენი ბებიები, მშობლების წინათავობა თუ თავდაბურული დადიოდა ძირითადად, ხო, თავი არავინ არ დადიოდა. ერთხელ ბებიაჩემი დავინახე, თავზე სუეფარაფო, ერთხელ დავინახე, როცა წვეობდა პატარა ვიყავი, ესე ჩხუბიდან უფრო შევიხედე მთელი ამბავი დამაწია, თვლილი ქონდა ფეხებამდე, რომ დავინახე შემეშინა, ის მეგონა რა. მოჩვენებას წავიდა. ხო და ხა წარმოი ქალის სამხელეთმების მოვლა რა. მაგრამ აკეთებდნენ ამას, იმას შეგვიძლია რაღაცა თუ დაბურულები დადიოდა. ნუ ხლა ამას და ქალს თუ თავზე მოხდიდი, ეს იყო მიწის შეურაცხყოფა. აი როგორც ანსაცმელი გაგედაცო ქალისთვის, აი ესე იყო თავზე თუ მოხდიდი შესამოსელს და შეურაცხყოფა იყო ქალის. ამაზე პასუხს ხდოდნენ ამ ქალის ძმები და ქორები და კაცები. ვინც ამას გააკეთა. ეხლა ამაზე აღარ არის ლაპარაკი, ამაზე ვილაპარაკობს კაცო, რა დღეში ვარ. აქ ლაპარაკი ელემენტარული თუ რაღაც ნორმალური ფორმით იყოს ქალი ჩასა. ეხლა ამ საუბარმა უნებრივად მიგიყვანა თემაზე, რომელიც საკმაოდ სერიოზულია და აქტუალური ჩვენ ცხოვრებაში არის ზღვაზე წასვლა ქალებისთვის და საერთოდ კაცისთვის. ეხლა ჩემთან რომ მოდიან ქალები, აი ვიღაცა მეურებიან ზღვაზე წადი, ჯერ საერთოდ მეუბნები რომ არის ზღვაზე წასვლა. თუ წახვალ მეუბნები ისე დროს გადი რომ დილით გახიდე, სანამ ხალხი გამოვა. რაღაცა ისეთ ადგილებში იყო, რომ არ დაგინახოს, შენ ან ცალკე გადი სადმე ისე იბანავე, რომ არავინ არ დაგინახოს, რაღაცნაირად მოგზაურულად იყავი. თქმა იმისა, რომ ზღვაზე წასვლა შეიძლება და ეს პრობლემა არ არის, პრობლემაა, არ შეიძლება წესი. მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც მეორე აი მამაო რა ვქნა, მინდა რაღაცა ყველა მიდია, ვეუბნები, მაშინ ისე წადი, რომ არავინ არ დაგინახოს, ისე იბანავე, მოგზაურულად იყავი. ზოგიერთი ადამიანი ეძახით ესეთ რამეს, რომ ზღვაზე წასვლა არაფერი არ არის, შიშიშვილი არაფერი არ არის, თუ დაინახოს შიშიშვილს, ესე შიშიშვილი თბილისიც არის და პრობლემა არ არის. შენ თუ იმას იძახი, რომ შიშიშველი ადამიანი, განმოსილი ადამიანი დანახავდა, შენ პრობლემები არ აქვს, ეხლა მე წავიკითხავ იონე ოქროპირის სიტყვას. წმინდა მამა მე-4 საუკუნეში, რაც ლაპარაკობს, არათუ შიშվել ქალებზე, მოცეკვავე ქალზე, რომელიც ფეხებს აჭირა. მეთქვიო, ხო, ნახეთ მას ხო არ იძახით. რომელი ხედვიდე დედაკაცსა გულის კმას, მას მუნვე იმრუშა მისანა გულსა შინას ვისო. მეთქვი, თუ კი გულის კმით არ შევხედავ, მაგრამ როგორ დავარწმუნებ ამაში?
ვინც თავს ვერ იკაებს რომ არ შეხედოს თანაც ესოდენი დაჟინებით ის როგორც შეძლებს უმციკულოების შენარჩუნება შენი სხეული ქვა არ კინა ხომ არ გონიაო იონე ოქრო პერიოდში შენ თუ მეთქიო რომ მე ესე შევხედავ რომ პრობლემა არ მექნებაო ანუ გულის მითარ შევხედავ იტყუებია შენო ქვა არ კინა ხო არ გონია შენ თავი ხარ შემოსილი კაცობრივი ხორცი რასაც უფრო სწრაფად ეკიდება ცეცხლი ვიდრე ჩავა და ბოლოში ძახის რომ იტყუებია შენ როცა იძახიო რომ მე გულის მით არ უყურებ როდესაც მოცეკვავის ფეხებია ლაპარაკი აქ არა ლაპარაკი პლაჟზე სიკველი კალორიო შემდგომში აქ არ მინდოდა მეთქო უხერხულება დაფულში ათონისაზე არ მივდივარ იმიტომ რომ ნუ არის სანამ ათონისაზე გადახვალ იქ არის ერთი ქალაქი ურანოპოლისი ქვია ეს სახელი ურანია ნიშნავს ზეციური ქალაქი ნუ ეს არის ტურისტული ქალაქი ვიცოდი დაახლოებით მოძრაობ მაგრამ ეს რომ წავედით ნუ არ მინდოდა დასწრება ლაზზე კი არა ქუჩაში გამოვიდი ცოტა ხანი თუ გავაჩერე უნდა დამერეკა და შევედი სახში ქუჩაში არ შეიძლება ხია ლაზზე აღარ ლაპარაკობ იგოტიტო მე ეს პრობლემა მაქვს მე არ ვსკვა შეიძლება არ ქონდეს შეუნა ნახო ბერები გემები და როგორ გამოდიან თავზე ჩამოხატული აი 10 ბერებზე მაქვს ლაპარაკი აი ესე და პირდაპირ მიდიან მანქანაში დებენ არც იყურებენ ეს ქალაქი სპეციალურად მოაწეს რომ იმ წარსული ხალხი დააყოლოს დაფულში აბეთო ანათოიდო რომ მოდიხარ რომ დაინახა ამას ნუ თლიანად გაცარიელებენ და რატო იმიტომ რომ ეს ეშმაკმა ადამიანს საიდან მოეწოს ამიტომ მე ვფიქრობ თუ არა მარტო ზვალზე წასვლა კი არა ქალაქში წვეულის ქალმა უნდა შეინარჩუნოს თავის სახე არა მარტო ტანსაცილში მოძრაობაში ლაპარაკში ქალს უნდა ეწყობოდეს რომ არის ქალი ეანა ცანცარებდნენ და გამოწვევად კი არა ლაპარაკობდნენ და ხმამაღლა რომ ვიღაცის ყურადღება მიიწვიოს და ხითხითებენ და კისკისებენ და რაღაცა შეიძლება ყოველთვის ესე არ იყოს მაგრამ ძირითადად ამას იმიტომ აკეთებენ რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს ამიტომ მე ვფიქრობ ვით უფრო ეკლესიურ ადამიანებს მარტეს რაღაცა მოგზაურებს საკუთარი თავის კონტროლი ჩასაცმელზე სიარულზე ლაპარაკზე სიცილზე ყველაფერზე ერთხელ ყვებოდნენ ირანში ყოფილან ჩასული რაღაცა დელეგაცია ირანში თუ საუდის არაბეთში საუდის არაბეთში კიდე კუვეიტი აიღო ერთი და იგივე არის ერთი რეგიონი თუ იმისთვის ირანი კმინობითი ქვეყანაა და კმინობითი ფორმა იქ კუვეიტი აიღო იქ ყველა გადის შემოსი ჩვენი მრევლი იყო და კუვეიტი ყოველ პარასკევს სახშობელა აქვს და რას ლაპარაკობს აბა თუ იქ ოიმბრუში პირდაპირ გახშობენ კუვეიტია ლაპარაკი და იქ განმოსილი რო დადიოდეს გამორიცხულია ეხლა ჩვენ არ სახშობელეს ვაყენებ და არც არ ვიჭერთ ამის გამო მაგრამ ქრისტიანებმა ხო შეიძლება რომ ჩვენი თავ და რას იძახიან ისინიო ჩვენო ქრისტიანები ეგრე დადიხოთ მარიამი ეგრე დადიოდაო ქალებს ეუნებიან ყოველ წმინდა ღვთისმშობელზეა საუბარი მას ამ ღვთისმშობელი როგორც ქალწული როგორც მე იესოს მშობელი როგორც ღვთისმშობელი და ღმერთი დედა კი არა როგორც ერთ-ერთი უდიდესი წმინდა აი ესეთ სიტყვებით მიმართავენ აი საუდის არაბეთში და იმაში რო არიან ხო და ხო ჩვენ კიდევ ვიძახით ხო არ ვეუბნებით ჩვენ ყველა მე კოჭებამდე კაბებით იარე და თავდაბურულება და მონაზვნებით ერთმა რაღაცა ქრისტიან ხალხს უნდა ეთყობოს და ის თავი თავი და თავსაც მე მოვიტყუებთ იმით რომ მე პრობლემა არ მაქვს რაღაც შეიძლება პრობლემა როგორ არ აგეთქვა შეიძლება შეჩეული ხარ ბრძოლას ქუჩაში რომ გადიხარ თვალის არიდება რაღაცა გამოიმუშავე რაღაც წესები როგორ არიდო თავი რომ დაინახა იქით ჭიშველი ქალი იქით გაიხო შეიძლება ეს გამოიმუშავო თორე ეს პრობლემა თუ არ აქვს მაშინ სერიოზული პრობლემებია ის ადამიანები კიდევ ვინც იძახიან ეკლესიის საწინააღმდეგო სასწავლიან იძახიან რომ სიშიშვლე პრობლემა არ არის და არანაირი პრობლემა არ არის ესეთ ადამიანებზე ეხლა წავიკითხო მაკარი კორიფელის იგი მაკარი კორიფელი არის წმინდა მამა და ნიკოდიმოს თასმიდელი ეს სულიერ ბრძოლამის დაწერა ეს არის მოყვანილი წმინდა მელეტი ანტიოქელის სიტყვა და ნახეთ მეოთხე საუკუნის წმინდა გასამართი არ უნდა უსვინოთ მონაზვნებს ეს არის სიგნი ნიკოდიმოს თასმიდელი და მაკარი კორიფელის შილზიარებას ორივე მამა არის წმინდა და ნიკოდიმოს თასმიდელის სიგნი არის სახელმწიფო სიგნი ბერმონაზვნებისა და სულიერ ბრძოლა უხილავი ბრძოლა რო დაწერილი აი ნიკოდიმოს თასმიდელის საუბარი არ უნდა მოусვინოთ უსმენდეთ მონაზვნებს არ პრესვიტერებს უგდებდეთ ყურს როდესაც მათი სწავლება მოწყვება არ ეთანხმება კანონსა და ჟურს მათი რჩევები კი ბოროტის წყაროდ აკეთება სულ ანუ თუ ჩემი სწავლება ეკლესიის სწავლებას არ ეთანხმება უნდა მითხრა მამო ეს ლაპარაკობ რა თქმა უნდა შეიძლება ფორმა თქმას როგორ უნდა უთხრა მაგრამ აუცილებლად უნდა მამო შენი სწავლება ეკლესიის სწავლებას არ ეთანხმება იესო ქრისტე რაც იყო გუშინ ის არის დღეს ის იქნება ხვალ ქრისტე არ ბერდება ქრისტიანობა არ იცვლება და რაღაცა სწავლებები არ ბერდება ქრისტიანული სწავლებები არ არადია სოდვა რასაც ერქვა პირველ საუკუნეში
ისე რომ 1000 საუკუნეში იგივე ქმედება სოდვა, ეს ქმედება ეხეთ სოდვაა და მეორედ მოსწონდეთ სოდვა ერთმა ქმედებას. უბრალოდ იმის გამო რომ 21 საუკუნეში ცხოვრობთ, რაღაცა სხვა პერიოდში ცხოვრობთ, ჩვენ სოდვის სასჯელებს ვამცირებთ. თორე შეფასება რომ ეს სოდვა. სიშიშვლე როგორც სოდვა იყო პირველ საუკუნეში, ისეა შუასა იქნა ეხლა სოდვა. იგივე მრუშობა, თუ ქალი იმრუშებდა, თქვა ძველ ახმაში ქვებით ქოლავდნენ, ქრისტიანობამ აკრძალა ესეთი რაღაცა და იქ უკვე უზიარებლობით ჯიან თქვა 10 წელი, 9 წელი რაღაც. ეხლა თუ ესეთი რაღაცა შემთხვევა, თქვა 9 წელი ხო არ დავჭი. უფრო მცირეხით, მაგრამ ვჯით და ვეუბნებით არ ახასწორ. შეიძლება ეს სასჯელი გააჩნია ვინ არის ახალმოსულისათვის რაღაცა დღეები იყოს 40 დღე რაღაცა. მრევლისათვის შეიძლება რამოდენიმე თვე იყოს, რამოდენიმე დღე იყოს, მაგრამ ისე არ არის 9-10 წელი, მაგრამ სასჯელი. ამიტომ ერთი რამის გამიგზელდა ეხლა თქვენ დაღლილები ხართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის უნდა უყურებდეს საკუთარ თავს და ქრისტიანს უნდა ქონდეს სამი თვალი. ერთი თვალი საკუთარ თავს უნდა აკვირდებდეს. იოანე დამასკელი წერს ამგვარ ამას თვალს. რომ ქრისტიანს სამი თვალი უნდა ქონდეს. ერთი თვალი გვერდიდან უყურებდეს შენ თავს. როგორ გაცვია, როგორ დადიხარ, როგორ ლაპარაკობ, როგორ ისინი. ერთმა შეიწყალოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და ჩვენი ბედნიერება, ჩვენი უბედურება, ყველაფერი ჩვენ ხელშია, როგორც მოიქცევით, ისე მოგვაგებს ღმერთი. ამ ჩვენ თვითონ წერთ ჩვენი განაჩენი, ჩვენი მომავალი ხვალინდელი დღის განაჩენი. თუ რას მოვიწერთ თავს. ამიტომ ვეცადოთ რომ ისე მოვიქცევთ, რომ ღმერთი არ განვარისხოს და ღვთის ცნებების შემსრულებლები იყოთ, რა თქმა უნდა, როგორც შევძლებთ. ყველაფერში რო ახერხებთ, მაგრამ როგორც შევძლებთ. მერტმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგეცეთ.